სულიერი ტრანსფორმაცია, სულიერი კავშირი, ხო და მხოლოდ მატერიალური საჭიროები კი არა, სულიერი კავშირიც მოკლედ დააბალანსოს და მხოლოდ მატერიალურისკენ არ აყირავდეს ყურო და აქედან გამომდინარე ეს არის მორიელის ნიშანსულები, რაც ყველაზე რთული დასამუშავებელი, სულიერი ტრანსფორმაცია, სულიერი კავშირი და ყუროებისთვის შეთავსებადი არის კირჩხიბი, ასევე ქალწული, შეთავსებადი არის თხის რქა ყუროებისთვის, თევზები. აქედან გამომდინარე ეს ბალანსი კარგია, მაგრამ მაინც ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტნიორი თუ ადამიანს საშუალებას აძლევს რომ რაღაცა ეს ვთქვათ მიიღოს, ის რაც უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ეგრეც უნდა იყოს და ჩვენ უკვე სრულყოფილები ვართ, ხო? ადამიანი მუდმივად უნდა ავითარებდეს საკუთარ თავში უკეთეს პარტნიორს, თუნდაც